გეტყვით, რამდენად მიზანშეწონილია ახლა ამ ვიდეოს ჩაწერა ჩემგან, თუმცა ნუ როდესაც უმორალობას და უზნეობას ვაწყდები, არ შემიძლია თავის შეკავება, ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ ვიდეოთი უნდა ვუპასუხო, ასე ვთქვათ, რომელსაც საკმაოდ ახლოს ვიცნობ, რომლის ოჯახის ყველა წევრს საკმაოდ ახლოს ვიცნობ, რომლის ოჯახში ბევრი დრო მაქვს მის სახლში გატარებული, იმიტომ რომ მილიონი სიხარული ოქტაგონზე გეხსოვებათ და ირმა სოხაძის სახლში ხდებოდა ხოლმე სცენარების წერა ბახტრიონზე და ნუ ძალიან საკმაოდ ხშირად კვირაში 1-2 დღე სულ იქ ვიყავი საღამოობით და წერდით ამ სცენარებს. თუმცა არ ვიცი, აი პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის გამაოგნებელია აი ამ უზნეობის ის დონე, რასაც მე ახლა ამ ადამიანს გადმოყურებ, ნუ ხანში შესული ადამიანია, თითქმის დედაჩემის ხნის და ნუ არ მინდა ცოტა გადავაჭარბო, მაგრამ ნუ საშინელებაა ეს ყველაფერი, სამარცხვინო საყურებელია და ყველაზე სამარცხვინო ისა, რომ აქეთ როცა გეძახის თვითონ სამარცხვინო ადამიანი, აქეთ გეძახის სამარცხვინოს და არაადეკვატურს. მოკლედ საქმე რაშია ახლა? და რამ გამაოგნა, გეტყვით, ნუ ერთ-ერთი მეგობრის გვერდზე მის ირმა სოხაძის გვერდზე არა, რომელიღაც სხვა მეგობრის გვერდზე, აი რაღაცას გამოვეხმაურე, საუბარი იყო აი პედაგოგი ქალბატონის რა ქვია, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანის შესახებ, რომელსაც დაკბინა მანდატურები. ნუ რაღაცა იქ ჩემი ის თქვი, რომ ეს ადვოკატის მოთხოვნ რაღაც. ესე იგი, ასე გაკაპასებული, ასე გაწიწამატებული შემოვარდნა ირმა სოხაძის იქ და აი მტკიცება რომ აი არა და ქართული ოცნება აწამებს ამ ქალს და ქართული ოცნება აი უიდა ქართულმა ოცნებამ ესე იგი აი საშინელი საქციელი ჩაიდინა და ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ და არიქა ერთი ამბები ნუ რაღაც პასუხი გავეცი და მე ნუ ჯერ ვითომ მე ვერ მიხვდა ვინ ვარ მე ვითომ მიხვდა და რაღაცებს წერს რომ მე თურმე სახიფათო ვარ თუ რაღაცას ისულელები ნუ მთელი ეს გაკაპასება მე რას ვაპარაკობ იცით რომ ბიჭო შეიძლება კი დაუშვათ წახვედი პოზიტივისგან და რაღაცა პოზიცია გიჭიროს მაგრამ აი ასე გაწიწამატებული ასე გაკაპასებული ასე გააქტიურებული თუ გახსოვთ ვინმეს ირმა სოხაძე ნაცების დროს არ დამიწყოთ ახლა წაიღეთ ტვინი ამ ნაცები არა აქედან გამოდის მორალური სახე ადამიანის ხო თუ მაშინ არ გაწუხებდა არაფერი ეხლა თან ასე აქტიურად და გაკაპასებულად და გაწიწმატებულად რატო გაწუხებს? კაი რაღაც პატარა შენი აზრი დააფიქსირე, გაიარე კი ბატონო. ყველას პირში ეც, ყველას რაღაც ყველა პირველში ზის არიქა არის ერთ ამბავში. რაღაცა მიზეზი ხო არა აქ ამ ყველაფერს, რასაც ცოტა ბოლოსკენ ვიტყვი, მაგრამ ყველას მაგრამ რამ გამაოცა, მივწერე რომ ირმა მეთქი მე არ მახსოვს რომ დაუშვათ აი ასეთი აქტიური პოზიცია გქონოდა და საერთოდ არც პასიური და საერთოდ ხმა არ ამოგიღია რომ მაშინ როდესაც მიშა სააკაშვილმა შენი კოლეგები ნახევარი შოუ ბიზნესი ლამის ჩაყარა ციხეებში იგივე ჯაბა ბოჯგუაზე მეთქი ხმა ამოიღე როდესმე დაახლოებით მაგ პერიოდში მქონდა ურთიერთობა ირმა სოხაძესთან ოდნავი მისი ოდნავი ფხაკუნიც არ მახსოვს ერთადერთი 2012 წელს, როდესაც უკვე მილიარდერმა დაიწყო ფულების დარიგება, აი მაშინ გამოჩნდა ცოტა ასპარეზზე ირმა სოხაძე. მანამდე ვინმეს თუ გახსოვთ ამ ქალბატონის რაიმე აქტიური პოზიცია, თუნდაც აი ჯაბა ბოჯგუას შესახებ. მანახეთ რა გთხოვთ, ან მითხარით სად იყო, ან როგორ იყო, რანაირად იყო. და რას მიწერს, იცი რა? რამაც ყველაზე მეტად გამარეკინა. რა ჯაბა აწამესო? ჯაბასო ვინ რა უკნაო ჯაბას მე როგორც ვიცი კომიდას ვერ გამოყავდა 10 წელიო და ეგ იყო ირმა იმიტომაც არ იცი ჯაბა ბოჯგუას რა უკნეს რომ ფეხებზე გეკიდა მაშინ ეგ ყველაფერი და მეუბნებოდი რომ მოდი რა ჩვენი საქმე ვაკეთოთ ხო ყველა თავის საქმეს მიხედავსო ჯაბა ბოჯგუას რა უკნეს იცი ადამიანს რომელსაც ჰქონდა უიშვიათესი დაავადება მისი ორგანიზმის სისხლი ვერ მარაგდებოდა საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით და მისთვის იყო აკრძალული ჟანგბადით ნაკლებად მომარაგებად სივრცეში ყოფნა გამოკეტეს კამერაში რაღაც აბსურდული შეთითხნილი გადათითხნილი ბრალდებით რომ თითქოს ვიღაც თურქ ბიზნესმენს ფულს ძალავდა თუ აი თაღლითობით ფულს ძალავდა თუ რაღაცას ისულელი და საცოდავი ბებიამისი და დედამისი გაჩოქილები იხვეწებოდნენ
მაგის ნინო დათაშვილივით და მზია ამაღლობელივით კი არ ყბენდნენ მანდატურებს და გმირია ჩემი ჯაბა ბუჯგუაო და აიტ რაღაცა და ისევ კი არ იძახოდნენ და კი არ იწელებოდნენ და ბლატაობდნენ. შეგვიწყალეთო, გვაპატიეთო, გთხოვთო და სახლი ოთახიდან უბრალოდ ფანჯრებს გაუღებთო და ოთახიდან არ გაუშვებთ კაცო. პირობითით გამოუშვითო, იხვეწებოდნენ, მოკვდებაო, არ შეიძლებაო. ამიტომ ჩავარდა ის ადამიანი კომაში და მე კიდე კომაში ჩავარდნილს არ უშვებდნენ 3 თვე თუ 4 თვე ციხიდან ირმა. ესე იყო ეს. არ იცოდი, რატო არ იცოდი? ჯერთი ძალიან კარგად იცოდი და თუ არ იცოდი, ეგეც კიდე დანაშაულად დათაშვილის შესახებ რატო იცი ყველაფერი? თურმე ქალი რომელმაც მანდატურები დაკბინა, ამის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანა ყოფილა საშინელი სადისტობა და მომღერლის რომელსაც ძიმე დაავადება ჰქონდა 20 ექიმის დასკვნა იდო ამაზე, ექიმების სერიოზული კონსილიუმის დასკვნა იდო ამაზე და გამოკეტეს უჟანგბადო კამერაში. ეს არ ყოფილა წამება და წვალება, ხო, ადამიანის. მით უმეტეს ის ადამიანი კიდევ იმეორე მიხვეწებოდა, მაპატიეთ, შემიწყალეთ, გამიშვით, შემინდეთ და ესენი აქეთ მანდატურებს ყბენენ და იქაჩებიან და იწელებიან. ეს არ იცოდი, თემო თათარაშვილის შესახებაც იქნება არ იცოდი არაფერი. დათო ოქიტაშვილი რო გარაჟში შეამწყვილეს და ურთხეს გამეტებით, მაშინ გამოხვედი და ატეხე წიო კი? რაღაცა არ მახსოვს პაცემულეს ყველაფერი. ამიტომ მოდით რა ეხლა, მოდი იმაზეც გადავიდეთ რა, არ მინდა ხოლმე ოჯახის წევრების ხსენება, მაგრამ შენი შვილები რო დაასაქმეს 2012-13 წლებში ერთი კულტურის განათლების სამინისტროში თუ არ ვცდები თუ კულტურის უფრო განათლების და მეორე პირველ არხზე რო დაასაქმეს, მაშინ ხო კარგად იყო ყველაფერი. ამ ქართული ოცნების დროს შენ რო მიხვედი, რა ქვია, მანდ მაშინ რა ქვია, პოსტივიზე და რა ვიცი, არავის არაფერი სჭირდება, სამადლოდ მიგიღეს და ხან დილის ეთერში შეეკვეხე და ხან იმაში შემოეკვეხე, მაშინ ხო კარგად იყო ეს ყველაფერი. და პირდაპირ გეტყვი კიდე 2008 წელს როცა მე მოვდიოდი რუსთავი 2-დან პროტესტით, აი ზუსტად ის ჯაბა ბოჯგუები, გირგულიანები, 7 ნოემბრები, იმედის დარბევი, ყველაფერი მომხდარი რო იყო, შენ მაშინ მოხვედი რუსთავი 2-ზე და ცდილობდი შემოძრომაც იქ რუსთავი 2-ზე სამუშაოდ უბრალოდ არ მიგიღეს, იხვეწებოდი, მიმიღეთო, რაღაც პროექტებს მოვიტანო. ასე იყო ეს, ამას გეუნები პირდაპირ. და მოდი ეხლა არ გინდა ეს რა და ეს შენი შვილები კიდე უცხოურ გრანტებზე და დაფინანსებებზე როზიან, ეგეც ბევრმა ვიცით და მოდი დაწყნარდით რა. პოსტივი მიატყოვა სამსახური გმირმა ირმამ კაცო და ხელფასი კარგი რა, თუ ძმა ხარ რა. ცოტა წყნარად იყავით, ესა უზნეობა, როცა მართლა შენი კოლეგა თვალწინ მოგითქლეს. ერთი სიტყვა არ დაგისველებია, ერთი სიტყვა. და ეხლა აქ რაღაცას მეწელები, რომ ვითომ შენ ხარ კაი ტიპი და მე ვარ ცუდი ტიპი, იმიტომ რომ შენ იმ ადამიან რომელიც დაკბინა მანდატურები, იმას გეფიქრება და მე არ მეფიქრება თურმე.